არ მოიგონა და რომ დააკვირდეთ როგორ ხდებოდა სხვა ქვეყანაში, თუნდაც შედარებით განვითარებულ ქვეყნებში ევროპაში დავინახავთ რომ აქეთკენ მიდის ხოლმე, როცა ადამიანს უგზავნავ თავისი აზრის დაფიქსირებას, ну ის რაღაც მომენტში განსხვავებულ ფორმებს მიიღებს, უფრო უარესი მოხდება, მე რომ გიწევს ამაზე რეაგირება და ну შეიძლება დაიჭირო კიდეც, მაგრამ მთელი პრობლემა იმაში მე უფრო იცით რა მაღელვებს რომ რამდენად მოწყვლადი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პროპაგანდისთვის. წამოგიდგენთ ყველაზე გაუნათლებელი და რაღაც მაგალითს რო არ აიღებ რაღაცა ქცევაში და რაღაც ისეთი ადამიანები გვასწავლიან ახლა რომ როგორი არის ძილობა და თუმცა ისინი ძილობის ხარეს ყოფილან და ჩვენ არ ყოფილვარ ძილობის ხარეს. ანუ ელემენტარულად გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში არ გვაქვს საერთოდ დიდი ტრადიცია სიტყვის თავისუფლების და ნუ საერთოდ უნდა გვესწავლა ხო საბჭოთა კავშირში ხა ამას ვერ გავიგებდით მაგრამ ელემენტარულად რომ ყველაფერი რაც ცუდია ის რომ აკრძალული არ უნდა იყოს კანონით და ციხით არ უნდა შეჯებოდეს ეს ხო ელემენტარული რაღაც არის აი ცოლის ქრის ღალატი ხო ცუდია მაგრამ ციხეში ხო არ უშოთ ამის გამო ადამიანს აი ხო ოდნავ ადამიანი რომ დაფიქდეს ხო მიხვდება რომ თუ რამე ცუდია ეს ანიშნავს რომ ციხით უნდა დასაჯო საერთოდ თავრობის საქმე ყველაფერი ცუდი არის, ეკლესიის საქმე ბევრს თქოს, ცოდვა შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ ჯერზე პოლიციას არ ვეძახით და ისაც აი ბავშვობიდანაც ვიცით, რომ მასწავლებელს არ უნდა დაუძახო, ვიღაცამ რო ცუდი სხვა გითხრა, რა ვიცი, ჩაშვებად ითვლებოდა და აი ქართველობად რაღაცას რო ლაპარაკობენ. ვიცით, რომ ყველა ჯერზე ბიზა პოლიციას არ უნდა დაურეკო და დავრიგებას არ უნდა მიმართო და შემდეგ უნდა იცოდო, შენ როგორ მოაგვარო შენივე პრობლემები. და თურმე ხა ეს ხალხი არის ჩამშვებების აი ამ რაღაც ძალაუფლების ბუროდად გამოყენების და ყველაფერი ხდება ძილობის სახელით და ну აი როგორ გითხრათ ჯერჯერობით ეს მეგონი იწყება ეს დასაწყისი ამ პროცესს ასე მალე არავინ უკან არ დაიხევს სადამდე მივა ახლა ეს პროცესი ნახეთ ადამიანები ჯერ დაწერეს დაჯარიმდნენ შემდეგ დაწერეს დაიჭირეს ახლა ამბობენ რომ კიდევ დავწერთ აი სადამდე მივა ეს დასაწყისია მოითა შეხედეთ რომ ქართული სისტემა ზოგადად არ იწყებს არაფრის მოკლევადიანად და ერთი ნაბიჯი გადაედგა ორი ნაბიჯი გადაედგეს არის კიდე ერთი 10 ნაბიჯი იქნება დაგეგმილი ამიტომ მოდით ამას შეხედეთ რომ გრძელვადიან დაპირისპირება სადაც ბევრი რაღაც არის. პირველი რა თქმა უნდა ელემენტარული ინფორმირება, რომ ადამიანებს რაღაც საბაზისო ცოდნა გავავრცელოთ, საერთოდ რა არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რით განსხვავდება ცუდი ქცევა და კანონით დასჯად ქცევისგან. აი ეს რაღაც ბაზისური, იმიტომ რომ ეხლა ადამიანი შეიძლება ექიმი იყოს ბოლოს და ბოლოს ამ ხატვარი და არ იცოდეს ხე პოლიტიკური ფილოსოფიის რაღაც დეტალები და უნდა აუხსნათ. მეორე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის რომ ამას ბუნებრივად დაუპირისპირდეთ. ეხლა ქართულ სისტემას ხარეს არის ფული, ძალა, ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ აქეთ ხარეს არის ერთი უძლიერესი იარაღი. დაცინვა. და აი მაგალითად ბიზნესში პლაკატი რო გააკეთოს, რომელიც უმსხავსი პლაკატია და ალბათ 100 არ შეიძლება ალბათ ადამიანებზე საუბარი არა მარტო პოლიტიკურ ლიდერებზე, ზოგადად არ არის სწორი. მაგრამ ეს პლაკატი ხო მთელ ქვეყანამ დაინახა, იმიტომ რომ დაიჭირეს ეს კაცი. ანუ ის კაცი რო არ დაეჭირა, თქვა მას ნახავდა 50 ადამიანი. ეხლა მთელმა ქვეყანამ ნახა, მე ეს პლაკატი გაემეორეს, მეორჯერ მთელმა ქვეყანამ ნახავ და Facebook-ი სავსეა და ამას ვეღარ ამოშლი. მეორე დღეს მივიდა ახალგაზრდა კაცი წარწერით, ჩემი პასუხია კი. ხო და იმიტომ რომ ანუ ის მე გამოხმაურე ანუ მეორე დღის ამბების ასევე ფართოდ გაშუქდა იმიტომ რომ წინას დაკავებები მოყავას. ხო, წამოიდგინეთ რომ ამ შემთხვევაში ის ხარი ყოველთვის დაზარალდება. ანუ ვინც სიტყვით თავისუფლებას ზღუდავს, ის ხარი ყოველთვის დაზარალდება, თუ აქედან იქნება, იმიტომ რომ რომც აი ეს უმსგავსად მოიქცეს რომ რაღაც აქეთ ხარეს, მათი რეაქცია კიდევ უფრო აზიანებს ვინც ჯის, მაგრამ თავი არის დაცემის ინსტრუმენტი. მეგონი და ეს არ უნდა ეხებოდეს რაღაც დაბალი რანგის ქართულოსნებას. ეს მართლა ბიზნესშვილის პასუხისგებლობა არის, კოლბახიძის პასუხისგებლობა, ზოგადად აი ვინც გარკვეულის მიმღებია რამეს თუ წყვეტს ქართულოსნებაში, აი ეს ხალხი უნდა იყოს დაცვის ობიექტი. ის ვიღაც ქართული შვილი რო შეწუხდა, რომ ბულინგის ხვეპლი გავხდე, აბა რა ეგონა. აბა რა ეგონა რომ ყველაზე ბინძურ საქმეს რო ვაკეთებ ხელისუფლებისთვის და როგორც მარიონეტს რო გიყენებენ, იმიტომ რომ ეჭვი აქვს რომ ვერ მიხვდები საერთოდ რას აკეთებ. ასე შენ თვითონ რომ გამცირებს შენივე ხელისუფლება და მე გიგვიშოს ხვები დაგცინიან, მაგრამ იმიტომაც ეთკინა, მაგასთვის რომ ვიღაცას ჩხუბი დაეწყო, გინება დაეწყო, არ ეწყინებოდათ, იმიტომ რომ მდგრადი არიან, პირიქით ბრძოლაში არიან თავისი აზრით და რაღაც სულ საქმეს ებრძვიან და რომ დაცინი ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ის ხალხი, ვინც აი კრეატიული ხალხს ეძახიან, ის ხალხმა მე მგონი თავის ენერგია აი შეურაცხყოფაზე კი არ უნდა დახარჯონ, არამედ დაცინვაზე. იმიტომ რომ ხარისხიანი დაცინვა კულტურული იუმორი, ირონია. ეს არის ყველაზე სასტიკი იარაღი. და საბოლოო ჯამში ბრეჟნევის პერიოდიდან ხალხს ანეკდოტები უფრო მეტი დაამახსოვრდა ბრეჟნევის დასაცინი ანეკდოტები, ვიდრე ბრეჟნევის სალანძღავი ანეკდოტები.
იმიტომ რომ დაცინვა ყველაზე უფრო ძლიერი რაღაც არის და იგივე ამბავია. ეხლა ქართული ოცნება დაადგა ჩვეულებრივ ამბავს, რომ კი რა თქმა უნდა, რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ პოლარიზაცია უნდა დაუძლიოთო და დისკუსიებიო და დებატების გამართეს და ეხლა ეთქობა ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდნენ, იმიტომ რომ ეს ისტორიულად უფრო გამოსდიოდა და ამაზე პასუხი უნდა იყოს ხარისხიანი ნიჭიერი დაცინვა, ჩემი აზრით. თავად ოცნება რა ეტაპზეა, იმიტომ რომ რამდენიმე განსხვავებული აზრი მოვისმინე, რომ ეს სისუსტის ნიშანია, რომ ან სიძლიერის ნიშანია ბოლომდე ანადგურებს, იმიტომ რომ ეს ბოლომდე არის ცნობილი პროტესტის სლოგანი და ეხლა სწორედ ოცნება იყენებს ამას პროტესტის დარჩენილი კერების ან პერსონების წინააღმდეგ. ისე და ისე გასაგებია, რომ სისუსტის ნიშანი ვერ იქნება. უბრალოდ იმიტომ რომ თუ სუსტი ხარ, ასეთი კანონების შემოტანა და აღსრულება რთულია და ჩვენ ხედავთ რომ არაერთი რეპრესიული კანონია შემოტანილი და აღსრულებული კიდეც. ხო, ეს ახლა გააჩნია ადამიანი რა რაკურსით უყურებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით თავისუფლების მიცემა, დემოკრატია, სწორი კანონი, ეს არის სიძლიერე პოლიტიკის და დიდ დროში საკუთარი როლის ქვეყნის. ამას ჭირდება ფსიქოლოგიური სიძლიერე, ამას ჭირდება რომ შენ სწორ მხარეს იყო. მაგრამ როცა არასწორ მხარეს ხარ და თან სენსიტიური ხარ ფსიქიკურად და ვერ უძლევი რემდაუ კრიტიკას, მე ბუნებრივია ამას მიმართა, მაგრამ ეს ხო არის ახალი ხარ, ძალადობა ქართული ოცნების ახალი ხო არის ან ტყუილი, ხო? უბრალოდ ახალი იყო მცდელობა, მოდი ეს დავამთავროთ. ახალი იყო მცდელობა, მოდი კარგი მართლობა ავაწყოთ, გზები ავაშენეთ, დისკუსიები, დებატები გავმართეთ და ნახეთ რა კარგები ვართ. ეს იყო ძალიან უსწრაფოდ გამოიყურება. ის ტრენდი, რომელიც თქვენც იყავით ჩართული ინფორმით, რომ რატომაც არა ვთქვათ, მე არ ვარ ლაპარაკის დისკუსიის დებატის წინააღმდეგი, დებატები შევრიგდეთ, ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ. ეს ტრენდი ამ ტრენდმა ჩაიარა და ეხლა სხვა ტრენდის, ანუ ხელწერას ცვლიან. თქვენ რატომ აკეთებენ ამას კოცებიო და მეც პასუხობთ რომ არ ვიცი მე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ჩემთვის ეს კარგია ეს დისკუსიები, დებატები, მაგრამ ისინი რო ზიანდებოდნენ ფაქტი იყო. ანუ გაჩერდა ეს პროცესი. ახლა საზაფხულო საეთერო შვებულებების სეზონია და შეიძლება ჩვეულებრივად ამისკალი იყოს, რომ აღდგება ძალიან საინტერესო იქნება მით უმეტეს ამ ყველაფრის ფონზე, მაგრამ ფაქტი იყო რომ ზიანდებოდნენ და აი ეს მოდი დისკუსიებში გავარკვიოთ, ერეკლე მეფე კარგი პერსონაჟი იყო, ცუდი იყო, ნოდარ დუმბაძის როლი ქართული ლიტერატურაში და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად გამოვიდა, რომ ცხრილპრს დაგიმტრევ თუ რაღაცა სუციტყვიო. ხო და ეს არის ბუნებრივად შენი სუსტი პოზიციის შედეგია, მაგრამ შენ თუ სუსტი პოზიცია არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად სუსტი ხარ ზოგადად, იმიტომ რომ აი ამ რაღაც უმსგავსობის გატარებაც კი შეგიძლია საზოგადოებაში. ამიტომ მე ამას ასე შვიდად და არ მიუდგებოდი, რომ კოცები სუსტები არიან. პირიქით, როგორც წესი, კოცები ამას რო იწყებენ და ეს დაგეგმილ კამპანიას გავს, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩნდება სხვადასხვა აქტორები, სხვადასხვა ფუნქციები და ასე ვთქვათ, გზავნილები. და ის ხალხი, რომელსაც მე მათ შორის აი როგორც ვიცნობ, ჩვენ პარტიის ჯგუფშიც არიან ხალხი, რომელსაც კოცების ხარდამჭერები არიან და თვითონ რომ გამოირჩეოდნენ ყველაზე უმსგავსო უზრდელობით და ასე შემდეგ, ის ხალხი ხას დილობას იზრავს ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს გზელოვადიანი ამბავია და ამიტომ ჩვენ გზელოვადიანი უნდა შევხედოთ ამას. დღევანდელ ეხლა რო ისტერიკა ავტეხოთ, აი ვიღაცა დაიჭირეს, აი ვახოსანა ეს ციხეშია და რო გამოვიდა და მე რო ვიღაცა არ დაიჭირონ 2-3 კვირა, არ უნდა დამშვიდეს ეს ამბავი და ეს არ უნდა იყოს ისტერიული. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ძალიან შვიდი პასუხი, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. სიტყვის თავისუფლება თუ დაკარგულია, მე ყველაფერი დაიკარგება სხვა ტემპით. და რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ჩვენ განსხვავებული აზრი გქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ სიტყვის თავისუფლება უნდა ყველამ დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს და ამიტომ ყველაზე ძლიერი იარაღი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც შეიძლება რთულია, მაგრამ აი მშვიდად სიცხეან უნდა დავწინოთ ამ ხალხს. ისტორიაში უნდა შევიდნენ როგორც აი სასაცილო კომიკური პერსონაჟები. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, უბრალოდ თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით და პირველ ორ-ნაბიჯს გადავდგავთ, ისინი უკან დაიხევენ. იმიტომ რომ არავის არ უნდა კომიკურ პერსონაჟად შევიდნენ ისტორიაში. უფრო შეიძლება უჩნდეს დიქტატორად შევიდეს ვიღაცა, მკვლელად შევიდეს ვიღაცა, რა ვიცი, ამაოხრებელ რაღაცა, მაგრამ სასაცილო არ გინდა რომ იყოს. სასაცილო არავის არ უნდა იყო კომიკურ პერსონაჟი და აი ეს რისკი თუ დაემუქრებათ მაგათ, უკან დაიხევენ. და ჩვენ ქვეყანაში სულ გამოვირჩეოდით ძალიან ნიჭიერი ადამიანები. ვიღაცა მომღერალი იყო, ვიღაცა პოეტი იყო. პოეტები სულ უნდა წუწუნებენ, ფული არ გვაქვსო, კაპიტალიზმი ხელს უშლიდათ. აგერ ხალხნო, შესაძლებლობა. ხალხი დააფასებს თქვენ ლექსებს, თუ სასაც დაიცნება ხელისუფლება ამ და დააფასებს თქვენ სიმღერებს, დააფასებს თქვენ პოსტებს თუ რაღაც ტექსტებს. და მეტის მე პირადად შემიძლია დავაფასო, ანუ მე სულ მინდოდა რომ ლიტერატურული კონკურსი მოგვეწყოს, ამას ვმეორებ რომ ნიჭიერი პოეტებმა რომ კარგი პოლიტიკური ლექსები დაწერონ.
პოეზია სულ პოლიტიკური იყო, პოლიტიკური რო არ იყო, იმიტომაც მოკვდა და იმიტომაც არ არსებობს სიამდვილეში, თორე პოლიტიკა რო დაბრუნდეს და მართლა პოლიტიკური ამოცანა ქონდეს, როგორც ადრე პოლიტიკური სატირა. რა თქმა უნდა, უამრავი შეხედოთ წარსულის დიდ პოეტებს, იქ ხო, რა ვიცი, ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ნაწილი ხო პოლიტიკური პამფლეტები და პოლიტიკური გზავნილები იყო ჩაშნებული და პოზიციები და ასე შემდეგ და სად არის? კი ბატონო, მოკეთ თქვენი რჩევა ახლა მეტი სარკაზმი და ირონია და იუმორი ამ ხელისუფლებასთან დამწინააღმდეგობის ფონზე. აი, ბინძური ლამწვაგინება არ უნდა დაუტოვოთ ეს მდაბიო რეაქცია იმ ხალხს, ვინც ამ მდაბიო პროპაგანდის სხერფლია. მაგრამ ჩვენ ხარეს უნდა თუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ უფრო განათლებულ ხარეს ვართ, სწორ ხარეს ვართ, ზოგადად ცივილიზაციის ღირებულებას ვიცავთ და არა რაღაც აღმოსავლეთ თუ დესპოტიის მიდგომებს, მაშინ ვაჩვენოთ რომ ჩვენ მართლა უკეთეს ხარეს ვართ და სწორ ხარეს ვართ და ნიჭიერი ხალხი რომ ჩვენ შორის არის, ძალიან ისედაც ვიცით. და ბოდ ნიჭი დავხარჯოთ არა იმიტომ რომ ვიღაცა თუნდაც ნიჭიერად, მაგრამ ბინძურად ლანძღოთ, არამედ დავცინოთ. ეხლა ეს არნიშნავს რომ პირობითად ადვოკატის დახმარება დაჭირდება თუ ვიღაცას იჭერენ ან რაღაც სხვა ტიპის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, მაგრამ ზოგადად თავარი არაღი უნდა იყოს დაცინეს, რომ ეხაც კი დავინახეთ ამ ქართული შვილის მაგალითზე, როგორ ეტკინა დაცინვა. მასაც კი ეტკინა, აი კი ბატონო, აი ძალიან ბევრი ისეთი ქარდი და ეს ვთქვათ ისეთი გამოხმაურება იყო დაცინვის ჟანრიდან რომ ბევრად მეტი უნდა იყოს. აი, სული უნდა Facebook-ზე იყო აგდებული რომ იტყვიან, ეს თქო სასაცილო და აი რაღაც ჯგუფი შეიქმნა, არ ვიცი, შიშის ზარს უნდა გვცემდეს რაღაც დაჯგუფება და ამ დროს სულიად დამსახურებლად და ერთ-ერთი რაც მე მაღელებს რომ ეს არ შეწყდეს. ეს არ უნდა შეწყდეს. უბრალოდ ქართული შვილი არის ის ფიგურა, ვინც უნდა დაიცინოს. მაგას თავისივე ქართულოსნების პატრონები გაწირავენ თავისუფლად. ხდებით? ანუ რომც დაიცინოს, ეხა არ ამგონია რომ ვირაგლი კობახიძე ნერვიულობს რომ აი ქართული შვილს დაცინა ხალხმაო. ხო და ამიტომ თავარია რომ ლიდერებს უნდა დაარტყას. დასაცინი ისინი უნდა გახდნენ. ვინც ეს მოიგონა, დაგეგმა და ასე შემდეგ. თორე ქართული შვილები წავლენ და მე მგონი ორდღიან რეაქციებზე დაკვირვებაც კი ცხადყოფდა ხელისუფლებისთვის თუ ისინი მართლა ამ რეაქციებს კარგად შეისწავლიდნენ, რომ ეს ამბავი არ უნდა გაგრძელებულიყო, ცოტა გამიკვირდა დღეს იუსტიციის სახლში რეგისტრაცია ჰქონდათ, იმიტომ რომ აი გუშინვე ცხადი იყო, რომ ეს ის არ იყო, რაც შეიძლება დაგეგმეს თავისი ჭკუით, იმიტომ რომ მათივე მომხრეები წერდნენ, რომ ახლა მე თუ რომელიმე მწერალი არ მიყვარს და რომელიღაც ლექსი არ მიყვარს, ახლა ამათმა რა უნდა, ანუ ძალიან ღია მხარდამჭერები ოცნებისგან, ვთქვათ, ქსელში იყო ნინო ნადირაძის კომენტარი, მაგალითად იყო ძალიან ფართოდ ატაცებული, გაზიარებული, დალაიქებული, დაკვირვებული და შენიშვნული და მე მგონი იმ კომენტარს წესით უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ყველა ტელევიზიის ხმაურს ერთად, იმიტომ რომ მათი, ვთქვათ, მომხრე, დეკლარირებული მომხრის პოზიცია კიდევ სხვა არის, თორემ ახლა მათი მოწინააღმდეგე დილა რო თენდება უკვე გაღიზიანებულია და ის სხვა არის. ქართულოსნების სამართლე ხო ნიშნავს რომ არ გესმის ელემენტარული ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა. ამიტომ გასაგებია რომ მათ ხარესაც უამრავი ადამიანია, ვინც ეხლა ამის არქივი ყვაყოფილი, მაგრამ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ნორმალური დისკუსია და სწორი ინსტრუმენტების შერჩევა. ეხლა აქეთან მხრიდან რომ ლანძღვაზე გადავიდეს ხალხი, იქეთან მხარე ბუნებრივად თავდაცვაში დადგება და გინდა არ გინდა ქართულოსნების ხარეს დაიჭერს. არ ჭირდება ამ ხალხის ლანძღვა. ლანძღვა არის ყველაზე მდაბიო ინსტრუმენტი ზოგადად დაპირისპირების. ხო და ამიტომ მოდით გამოვიყენოთ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი და კომიკური პერსონაჟების ხარეს არავის არ მოუნდება. კი ბატონო, მადლობა. მადლობა სანდროს დავემშვიდობები რეკლამის შემდეგ.